დილამშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. როდესაც ჩვენ ადამიანზე ვიწყებთ საუბარს, თავარი ფრაზა, რა თქმა უნდა, უკავშირდება მის ფასეულობას და ღირებულებას. თუმცა ამავე დროს ყოველთვის ვიხსენებთ, რომ ადამიანი არის ძალიან რთული ორგანიზმი, რთული სისტემა, რომელიც მუდმივ კავშირში იმყოფება გარემოსთან. თუ ერთი წუთით წარმოვიდგენთ, როგორია ადამიანის ორგანიზმის შენება, ჩვენ აუცილებლად გავიხსენებთ ძვლოვან ჩონჩხს. დიახ, ეს არის ის საყრდენი, რაზედაც შემდეგ ეფუძნება ყველა დანარჩენი ქსოვილი. ჯერ არის ძვლოვანი სისტემა და მასზე განთავსებული ქსოვილები შრეობრივად აწყობს სხეულს. მაგრამ წარმოუდგენელია ძვლოვანი სისტემა იყოს ერთმანეთისაგან განკერძოებული, ანუ ცალ-ცალკე დეტალებისაგან განა შეიძლება შედგებოდეს ჩვენი ძვლოვანი სისტემა. მათ სჭირდებათ მეკავშირე, მოკავშირე, დამაკავშირებელი. აი ასეთ ფუნქციას ასრულებს სახსარი. სახსარი სწორედ ის სტრუქტურაა, რომელიც აერთიანებს ჩვენი სხეულის ძვლოვან ელემენტებს და მთლიანობაში ქმნის ძვალ სახსართა სისტემას, ჩვენ საყრდენ მამოძრავებელ აპარატს და ძალიან რთული კონსტრუქციის ქსოვილს, რომელსაც უზარმაზარი დატვირთვა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, სხვათა შორის ნებისმიერ ასაკში. და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ნებისმიერი თარიღი, რომელიც ჩვენი სახსრების ჯანმრთელობას უკავშირდება. თქვენ ალბათ შენიშნეთ, თუ გადაცემის ერთგული მაყურებელი ხართ, რომ წელიწადში რამდენჯერმე უბრუნდებით ართრიტების თემას, ანუ სახსრების ანთების თემას, ზოგადად სახსრების დაავადებების თემას და ცნობადობის თარიღებსაც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სეზონზე აღნიშნავთ ხოლმე. დღევანდელი თარიღი არის განსაკუთრებული. განსაკუთრებულია იმიტომ, რომ აი ამ თარიღს როგორც წესი მედიკოსები ირჩევენ ხოლმე ან კონკრეტული ორგანიზაციები, თუმცა დღევანდელი ჩვენი სათქმელი არის ინიციატივა თავად პაციენტებისა. იმ პაციენტებისა, რომელთაც რევმატოიდული ართრიტი დაუდგინდათ და რომელთაც საგანგებოდ თვითონ თავიანთი ინიციატივით შექმნეს ფონდი. სწორედ მათი სურვილით, მათი შეთავაზებით საერთაშორისო საზოგადოებამ გაითვალისწინა ეს დამოკიდებულება და სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, მაგრამ მეტნაკლებად საერთაშორისო მასშტაბით სწორედ თებერვლის ამ კვირაში აღინიშნება ხოლმე რევმატოიდული ართრიტის ცნობადობის კვირეული კონკრეტულ თარიღთან ბმით. რასაკვირველია, ჩვენი გადაცემა ყოველთვის აღნიშნავს და გამოყოფს ასეთ თარიღებს, მით უფრო მაშინ, როდესაც ეს არის პაციენტების ინიციატივა. და დღეს, როდესაც ჩვენ ამ გადაცემისთვის კონკრეტული თემები უნდა შემოგთავაზოთ, კონკრეტული საკითხები უნდა შემოგთავაზოთ, რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის წინასწარ ვემზადებით ხოლმე. და ვემზადებით თქვენთან ურთიერთობით, თქვენთან ინფორმაციის გაცვლით და ძალიან ხშირად გამოკითხვით, რომელიც გვეხმარება, ჩვენ დაგისვათ თქვენ კითხვები ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში და გავარკვიოთ, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება. ამაში ძალიან გვეხმარება სოციალური მედია და რაც თავია გვეხმარება ჩვენი სოციალური გვერდები, სოციალურ ქსელში ჩვენი გვერდები, სადაც გამოკითხვა ამჯერად უკავშირდება 4 შესაძლო პასუხს. ჩვენ მიერ დასმული კითხვა ასე ჟღერდა. როგორ ფიქრობთ, რა არის რევმატოიდული ართრიტი? და შესაძლო პასუხებად შემოთავაზებული იყო მაგალითად სახსრის ანთება, სახსრის ასაკობრივი ცვლილება, ავტოიმუნური დაავადება და როგორც ყოველთვის პასუხი არ ვიცი. მოდით ვნახოთ, როგორ გადანაწილდა პასუხები და ძალიან საგულისხმოა ის შედეგი, რომელიც ჩვენი მაყურებლის გამოკითხვამ აჩვენა. აღმოჩნდა, რომ 38% თვლის, რომ რევმატოიდული ართრიტი ეს არის სახსრების ანთება. 37% თვლის, რომ ეს არის ავტოიმუნური დაავადება. რაც მთავარია სახსრის ასაკობრივ ცვლილებაზე 17%-მა მიუთითა და მხოლოდ 8% თვლის, რომ ამ საკითხის შესახებ არაფერი იცის. არის თუ არა ეს ინფორმაცია საგულისხმო განშისთვის და როგორ ფიქრობენ ამ გამოკითხვის შესახებ ექსპერტები, ამაზე უკვე მოგვიანებით ვისაუბრებთ, თუმცა მანამდე დარგის სპეციალისტებთან ერთად რევმატოიდულ ართრიტზე ასაკობრივ ჭრილში სულ რამდენიმე წამში დავიწყებთ მსჯელობას.
როგორც დაგპირდით, დღეს ჩვენ რევმატოიდულ ართრიტებს საუბრობთ ასაკობრივ ჭრილში, თუმცა როგორც წესი ჩვენ ვიწყებთ ხოლმე პრობლემაზე საუბარს ბავშვობიდან 0-დან 18 წლამდე ასაკის ადამიანები არიან ბავშვები და მათი განსხვავების მიუხედავად ძალიან ხშირად საერთო პრობლემა აქვს სახსრებთან დაკავშირებული და სწორედ ამ თემაზე არაპირველად, მაგრამ დღევანდელი თარიღის გათვალისწინებით, ცნობადობის კვირეულის, პაციენტთა ინიციატივის გათვალისწინებით ჩვენ კიდევ ერთხელ ვისაუბრებთ და ვისაუბრებთ სიახლეების ჭრილში. დღევანდელი ჩვენი სტუმარი კი გახლავთ ჩვენი გადაცემის მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ქალბატონი თინათინ კუტუბიძე. თიკა დილამშვიდობის. მოგესალმებით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ძალიან მიხარია, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვისაუბროთ სიახლეთა ჭრილში ისეთ პრობლემაზე, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის არის აქტუალური და ძალიან დიდი ყურადღებით ასეთ ინფორმაციას ადევნებენ ხოლმე თვალყურს მშობლები, ოჯახები. ეს გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ დღეს ჩვენ უნდა გავახსენოთ საზოგადოებას დაავადება, რომელიც ძალიან ბევრი ოჯახისთვის სერიოზული თავსატეხია, როგორც სამედიცინო თვალსაზრისით, ასევე რა თქმა უნდა, ცხოვრების ხარისხის გაუარესების ჭრილში, საკუთრივ პაციენტისათვის, ოჯახისთვის და ასე შემდეგ. რევმატოიდული ართრიტი ბავშვებში. როდესაც ეს ინიციატივა გაჩნდა პაციენტთა შორის, ვფიქრობ არავისთვის, მედიკოსისთვის, ვინც ამ საკითხებზე მუშაობს, გასაკვირი არ ყოფილა, რატომ აღელვებთ პაციენტებს ეს ამბავი. მაგრამ რითი გამოირჩევა ბავშვთა ასაკის რევმატოიდული ართრიტი და თანამედროვე მედიცინა როგორ უყურებს ამ პრობლემას, რომელი წახნაგიდა? დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისათვის და ძალიან დიდი მადლობა, რომ ესეთი საინტერესო საკითხი არის დღეს ჩვენი განხილვის, ასე ვთქვათ, თემა. აქ ალბათ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ მნიშვნელოვანი არის რევმატოიდულ ართრიტზე ბავშვთა ასაკში საუბარი იმ ფონზე, როდესაც ძალიან დიდი არის ინფორმაციის ნაკადი მშობლებისათვის, პაციენტებისთვისაც და ექიმებისთვისაც მათ შორის. რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა ასაკში მნიშვნელოვანი თავისებურებებით ხასიათდება, რაც თქვენ აბსოლუტურად სწორედ აღნიშნეთ, დაავადების სახელწოდებაც განსხვავდება მოზრდილი პაციენტების დაავადებასთან შედარებით და ამას აქვს თავისი ახსნა და თავისი მიზეზები. როდესაც ვლაპარაკობთ ჩვენ რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა ასაკში და დღეს ბევრი ადამიანი ამ ტერმინს ხმარობს და მიღებული არის ეს ტერმინიც, თუმცა მთელ მსოფლიოში ევროპის რევმატოლოგთა ასოციაციის, ამერიკის პედიატრის აკადემიის რეკომენდაციით და იმ კონსენსუსით, რომელიც ამ ორგანიზაციებს შორის შედგა და მოხდა, დღეს ჩვენ ვხმარობთ ესეთ ტერმინს იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, რომელიც აერთიანებს იმ დაავადებებს, რაც არის რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა ასაკის, რევმატოიდული იუვენილური ქრონიკული ართრიტები და ასე შემდეგ. დღეს ჩვენ ამას ვეძახით იუვენილური იდიოპათიური ართრიტი. და ეს არ არის, ასე ვთქვათ, ისე უბრალოდ შექმნილი ტერმინოლოგია, ვინაიდან დღეს მაინც გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება ართრიტი ბავშვთა ასაკში, არის როგორც კლინიკური მიმდინარეობის თავისებურებები, არის ლაბორატორიული თავისებურებები, გამოსავალი მკურნალობის თავისებურებები, რამაც განაპირობა, რომ დღეს ჩვენ ვისაუბროთ იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტზე. და ეს ტერმინი პირველად შემოვიდა 90-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით 97 წელს იყო პირველი კლასიფიკაცია, გადაიხედა, თუმცა მანამდეც იყო კლასიფიკაციისა და ტერმინოლოგიის არაერთხელ გადახედვის მცდელობა, მაგრამ აი ეს ბოლოს 1997 წელს შემოიღეს ეს კლასიფიკაცია და სახელწოდება, რომელთაც ჩვენ ძირითადად ხელმძღვანელობთ. თუმცა რასაკვირველია, მედიცინა მუდმივად განვითარებადი დარგი არის და შესაბამისად ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია ჩნდება. ძალიან მნიშვნელოვანი არის ინფორმირება პაციენტის და პაციენტის მშობლების და მინდა აღვნიშნო, რომ როდესაც ოჯახში არის ადამიანი, ბავშვი, რომელსაც აქვს რაიმე დაავადება, მით უმეტეს დაავადება, რომელიც პირველადად ქრონიკულად ითვლება და ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მეტად გავრცელებული, ასე ვთქვათ, ქრონიკული დაავადება ბავშვთა ასაკის, ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ დაავადებასთან ერთად ცხოვრება. ეს არა მხოლოდ პაციენტმა, არამედ მისმა მშობლებმა და ოჯახის წევრებმა, მისმა თანაკლასელებმა, მეგობრებმა
მედიკოსებმა და ყველამ ერთად უნდა ვიცოდეთ ამ დაავადებასთან ურთიერთობა და დაავადების მართვა. თვითონ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, თქვენ ნიშნებართით, მე ამ ტერმინს გამოვიყენებ, არის ართრიტი, რომელიც გრძელდება 6 კვირაზე უფრო მეტი, რომლის სხვა მიზეზი ართრიტის არ არსებობს და რომელიც იუვენილური არის მხოლოდ იმიტომ, რომ მისი პირველი დებიუტი ხდება 16 წლის ასაკამდე. ეს ასაკიც 16 წელი ასევე კონსენსუსით სახით შემუშავებულია ევროპის პედიატრთა ასოციაციის როგორც ღურბლი დაავადების დეფინიციისათვის. ანუ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი ეს არის ართრიტი, რომელიც დებიუტი პირველი ნიშანი ხდება 16 წლის ასაკამდე. და სახსრის ანთება, ანუ ართრიტი გრძელდება არანაკლებ 6 კვირისა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველა სახსრის ტკივილი ეს არ არის რევმატოიდული, ანუ იგივე იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, მას შესაძლებელია ბევრი სხვა მიზეზი ჰქონდეს. რა ტიპის დაზიანება შეიძლება იყოს, რამ შეიძლება, ასე ვთქვათ, ხელი შეუწყოს ამ დაავადების განვითარებას, უპირველეს ყოვლისა უნდა ვთქვათ, რომ მისთვის დამახასიათებელია როგორც რამოდენიმე სახსრის დაზიანება. შესაძლებელია ერთი სახსრის დაზიანებითაც მიმდინარეობდეს და ამასთან ერთად შეიძლება არსებობდეს ძალიან ბევრი ექსტრა არტიკულარული, ანუ სხვა ნიშანთვისებები, რომლებიც სახსრის მიღმა ნიშანთვისებები, კლინიკური გამოვლინებები, რომელიც ძალიან ხშირად საერთოდ არ მიგითითებთ იმაზე, რომ აქ შესაძლებელია ართრიტი იყოს. განსაკუთრებით ეს ეხება ისეთ მდგომარეობას, როგორც არის სისტემური იუვენილური ართრიტის, ანუ უბრალოდ იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სისტემური დასაწყისი, რომელიც ადრე ცნობილი იყო სტილის დაავადების სახელწოდებით, სადაც ძალიან ხშირად წამყვანი არის ზოგადი ინტოქსიკაცია ნიშნები, მაღალი ტემპერატურა, ჰეპატომეგალია, სპლენომეგალია, ლიმფური კვანძების გადიდება და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად ბევრ ინფექციურ დაავადებასთანაც გვჭირდება დიფერენციული დიაგნოზის გატარება. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანი არის ვიცოდეთ ასაკობრივი თავისებურებები იუვენილური იდიოპათიური ართრიტის. ანუ თავისთავად იუვენილური ართრიტი მოზრდილთა რევმატოიდული ართრიტისაგან განსხვავდება, მაგრამ თავისთავად იუვენილური იდიოპათიური ართრიტის გამოვლინებაც სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში განსხვავებულია. თქვენ გულისხმობთ ბავშვის ასაკობრივ პერიოდიზაციას 0-დან 18 წლამდე. იმიტომ რომ თქვათ ერთი პიკი ეს შესაძლებელია იყოს 5 წლამდე ასაკის ბავშვებში, შემდგომი ხდება უფრო მეტად აი 10, 11, 12 წლის ასაკში. არსებობს ესეთი მცნება სისტემური დასაწყისის იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, რომელიც უპირატესად ხდება ხოლმე მცირე ასაკის ბავშვებში, ეს დაავადება იშვიათად რომ ხდებოდეს 1 წლამდე ასაკში. და ნახეთ როგორი კლინიკური გამოვლენა აქვს არასპეციფიური. ეს არის მაღალი ტემპერატურა, შესაძლებელია იყოს გამონაყარი, რომელსაც გარდამავალი ტიპი აქვს, ანუ რომელიც ემთხვევა ძირითადად მაღალ ტემპერატურას და ტემპერატურის გაქრობასთან, ან ნორმალიზაციასთან ერთად გამონაყარი ან საერთოდ ალაგდება, ან ინტენსივობაში მნიშვნელოვნად კლებულობს. გარდა ამისა, მას ახასიათებს ცალკეული შინაგანი ორგანოების მხრიდან დაზიანება და აი ასეთ შემთხვევაში სანამ მივალთ დიაგნოზამდე, რომ ეს არის იუვენილური იდიოპათიური ართრიტის, ასე ვთქვათ, სისტემური დასაწყისი, ძალიან ხშირად გვჭირდება ისეთი დაავადებების გამორიცხვა, როგორიც არის გენერალიზირებული ინფექცია, სხვადასხვა ვირუსული თუ ბაქტერიული ინფექციები და ასე შემდეგ და რასაკვირველია, ძალიან ფართე ლაბორატორიული კვლევებიც. თქვენ ახლა როდესაც დაასახელეთ, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან პრობლემების გამიჯნა, მიუთითეთ ისეთ დაავადებებზე, რომელიც ძალიან გავრცელებული შეიძლება იყოს ბავშვთა ასაკში, ვირუსული ინფექცია, რომელმაც მასშტაბი შეიძინა და ამ დროს რევმატოიდული ართრიტი, რომელიც მისგან უნდა გაიმიჯნოს. ეს არის სერიოზული გამოცდა თავად მედპერსონალისთვის, რასაკვირველია ექიმისთვის, სანამ დაისმება დიაგნოზი და თქვენ ბრძანეთ, რამდენად საყურადღებოა ეს მდგომარეობა ოჯახებისთვის. ამ თემას მე მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდები, აუცილებლად დაგისვამთ ამასთან დაკავშირებით კითხვას, თუმცა მანამდე მე მინდა რომ გავაგრძელოთ ასაკობრივ ჭრილში საუბარი და სულ რამდენიმე წამში ჩვენი კოლეგა შემოგვიერთდება.
როგორც აკპირდით, ჩვენ ვაგრძელებთ საუბარს რევმატოიდულ ართრიტზე ასაკობრივ ჭრილში და კიდევ ერთი კოლეგა შემოგვიერთდა სტუდიაში, რომელსაც ასევე ძალიან კარგად იცნობთ, როგორც ჩვენი გადაცემის მეგობარსა და გულშემატკივარს. იგი გახლავთ რევმატოლოგი პროფესორი ბატონი მამუკა ლორთქიფანიძე. დილამშვიდობისა, ძალიან მიხარია მამუკა თქვენი სტუმრობა და რაც თავარია, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა რეტროსპექტულად გავაგრძელოთ საუბარი. ქალბატონმა თიკამ ძალიან კარგად ახსნა, რატომ არის ასეთი სახელწოდება დაკავშირებული რევმატოიდულ ართრიტთან ბავშვთა ასაკში. ან რა სირთულეები არსებობს და სირთულეები რომ არსებობს, ეს იცის ყველა მედიკოსმა, მე ვფიქრობ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია ამ დიაგნოზის ბედი უკვე ზრდასრულ ასაკში. რითი განსხვავდება ზრდასრულთა რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა რევმატოიდული ართრიტისგან და საერთოდ ასაკთან ერთად როგორ ვითარდება რევმატოიდული ართრიტი? მოგესალმებით. როგორი რაღაცა ერთი კაცი იტყოდა, რომ ახლა ბავშვებში მაინც ეს აუტოიმუნური სისტემური პროცესი მიდის ისე, რომ ძნელი გასამინჯნია ბოლო-ბოლო რევმატოიდული ართრიტი შეგრჩება ხელში, სპონდილოართრიტი დარჩება თუ საიწავა, იმიტომ რომ დაზიანება არის ყველა ერთად მიმავალი აუტოიმუნური დაავადებების ნიშნები, ამიტომაც ქრონიკული იუვენილური აუტოიმუნური ართრიტი ქვია, ხო, მაგრამ ასაკთან ერთად უკვე იწყება გამოყოფა. ვისაც უფრო დიდი ზარალი მიდის ხერხემალზე, მიდის საკროილეიტი, მიდის ზურგის დაზიანება, მივდივართ სხვადასხვა სპონდილოართრიტებისკენ, ვისაც უფრო პერიფერიული სახსრები, კლასიკური სხივმაჯანი, ფალანგები და პროქსიმალური ფაგთაშუა სახსრები ერთვება, იქეთ მივდივართ კლასიკურ რევმატოიდულ ართრიტთან. ჩნდება ანტისხეულები, რომლებიც ბავშვებში ფაქტიურად არ არის და ძალიან იშვიათია ხოლმე. დიდებში უკვე გვაქვს ეს დამახასიათებელია უკვე ლაბორატორიული თვალსაზრისით. უკვე სეროპოზიტიური რევმატოიდული ართრიტი რჩება, რომელიც ბავშვებში იშვიათია, უბრალოდ ფაქტიურად არ არის, როგორც მე ვიცი, ხო არ მეშლება. გეთანხმებით ნამდვილად ლაბორატორიული თავისებურებები რასაკვირველია ბავშვთა ასაკის იუვენილური იდიოპათიურ ართრიტს ახასიათებს. ამიტომაც აი ამ იუვენილური იდიოპათიურ ართრიტს ბავშვთა ასაკში ვეძახით ხოლმე გამორიცხვის დიაგნოზს. არის ესეთი მცნება გამორიცხვის დიაგნოზი, ანუ ყველა დაავადება უნდა გამოირიცხოს, რომ საბოლოო ჯამში იუვენილური იდიოპათიურ ართრიტზე შევჯერდეთ. ამიტომ არის ხოლმე ფართე კვლევები გჭირდება ხოლმე ძალიან ხშირად, რომ მით უმეტეს არ არის ერთი რომელიმე სადიაგნოსტიკო კრიტერიუმი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მაინც ამ დაავადებაზე მიგვანიშნოს. ეს არსებობს, მაშინ აუცილებლად იუვენილური იდიოპათია. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე, რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტის სხვადასხვანაირი ვარიანტის კლასიფიცირება და დიაგნოსტირება ბავშვთა ასაკში საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. არა და ბატონი მამუკა ბრძანებს, რომ ლაბორატორიაში შეიძლება კონკრეტული ანტისხეულები გამოჩნდეს და ანტისხეულების არსებობა ნიშნავს იმას, რომ საბრძოლო პროცესი მიმდინარეობს ორგანიზმში. ხო, თან დიაგნოსტიკა გვიადვილდება ერთის მხრივ, იმიტომ რომ საკმაოდ მაგარი სპეციფიურობა აქვს იგივე ანტიციტრულინურ ანტისხეულებს, რომლებსაც უკვე ადვილად პოულობთ, რაც და ხდებით უფრო კატეგორიულები დიაგნოსტთან მიმართებაში და ეს საერთოდ ეს ანტისხეულების არსებობა, რა თქმა უნდა, ორგანიზმის რაღაცა ანტიგენზე რეაქციის მაჩვენებელია. ჩნდება ეს რევმატოიდული ფაქტორი იქნება თუ სხვა ანტისხეულები, მაგრამ ძალიან ბევრ აუტოიმუნურ დაავადებაზე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ ვერანაირი ანტისხეულები და ვეძახით ამ დაავადებებს სერონეგატიურს. რეალურად როგორც ეს აკპა ანტისხეულები, როდესაც 20 წლის წინ რევმატოლოგობა დავიწყეთ, საერთოდ არ არსებობდა ბუნებაში და წარმოუდგენა არ ქონდა რა იყო, შეიძლება ხვალ შევჩვენი ერთ დღეს გამოჩნდეს ახალი ანტისხეულები სხვა დაავადებებზე, მაგრამ შეიძლება არც გამოჩნდეს, მაგრამ ამ თუთისთვის რაც გვაქვს, ხელთ იმაზე ვსაუბრობთ. იმით ვმუშაობთ, ხო? როდესაც ჩვენ ვამბობთ ასაკობრივ ჭრილში დავინახოთ საკითხი. აქ საინტერესო არის თავად ზრდასრულის ფაზების მონაცვლეობა, იმიტომ რომ თუ ბავშვთა ასაკში, აი როგორც ქალბატონი თიკა ბრძანებდა, ჩვენ ვლაპარაკობთ 0-დან 18 წლამდე ბავშვის განვითარების შესაბამისად დაავადების გამოვლინებაზე, პრაქტიკულად გამოდის, რომ 18 წლის ზემოთ ყველა ადამიანი, რომელიც იცვლება ზრდასრულად, შეიძლება აღმოჩნდეს ამ დაავადების სამიზნე. ერთნაირად მიმდინარეობს ეს პროცესი. ასაკთან უკვე ბავშვებს ვანებებთ თავს, გადავედით დიდებს. რაღაცა მხრივ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი ერთნაირობა და 20 წლის ასაკში დაემართება 40 თუ 60 თუ 80 გადაცილებული ეგეთი პაციენტებიც ყავს პერიოდულად, რომ იწყება რევმატოიდული ართრიტი საკმაოდ ასაკში. რა თქმა უნდა, ბევრი კლინიკა საერთოა, მაგრამ ნაკლებია მაგალითად რა არის საერთო ნიშნები?
ასეთ შემთხვევაში. დილის შევოჭილობა და სახსროვანი ტკივილი და შეშუპება და ყველაფერი ერთნაირი იქნება. უბრალოდ არის თამხლები დაავადებები, რომელიც 20 წლის ახალგაზრდას ფაქტიურად არაფერი ეგეთი არ აქვს და ასაკოვან ადამიანს ერთი კლასიკური ართროზი აქვს და დიაგნოზი ყოველთვის უნდა მოახერხო, რომ ეს ოსტეოართრიტია თუ რევმატოიდული ართრიტია. ბევრი სხვა დაავადებები აქვს, ყოველთვის რისკები აქვს, რომ უნდა უფრო უფრთხილდე ვაგის გულსაც, კუშსაც, თირკმელსაც, იმიტომ რომ ყველა ჩვენი წამალი ჰეპატოტოქსიურიც არის, ნეფროტოქსიურიც, კარდიოტოქსიურიც და გულზეც ახდენს გავლენას, თირკმელზეც და გულის მდგომარეობაზე. ყველაფერზე მოქმედებენ ჩვენი წამლები და ეგ საერთოდ დიდი დილემაა, რა თქმა უნდა, რომ ამ წამლებით ვურთულებთ პაციენტებს რაღაცა მხრივ ცხოვრებას, მეორე მხრივ უადვილებთ. ნაკლები ტკივილი, ნაკლები შევოჭილობა და ცხოვრების ხარისხის გამჭრობი. რაც თავარია, რევოლუცია დიდი რევმატოლოგიაში მოხდა, როდესაც 80-იან წლებში გამოჩნდა მეტოტრექსატი. პირველი ეგეთი ფართოდ გამოყენებადი ციტოსტატიკი, რომელსაც მოახერხა დაავადების გაჩერება. პირველი რევოლუცია იყო 40-იანებში, როდესაც პრედნიზოლონი გამოჩნდა, კორტიზონი და იმიტომ ჩვეულებრივი ტკივილგამაყუჩებლები და ანთების საწინააღმდეგოები თითქმის არ შველიან რევმატოიდული ართრიტის ტკივილის და შეშუპებას და კორტიზონი ამოჩნდა უცებ სასწაული 40-იან წლებში, რომ ხალხს მოუხსნა შებოჭილობა, ტკივილი, მაგრამ არ აჩერებს დაავადებას. და რაც არის მოიტანა დამატებითი ტვირთები. და ეს ხალხი ტკივილი და შეშუპება აღარ ქონდათ, მაგრამ დეფორმაციები, დეფიგურაციები, ფუნქციის დაკარგვა, ეს ყველაფერი წყალმარილოვანი ცვლის დარღვევა, შეშუპება, სპეციფიკური და მოვლენების და ასე შემდეგ. ჩვენ ვიძახით დიმარტს, დაავადების მამოდიფიცირებელი წამლები, ანუ წამლები, რომლებიც აჩერებენ ამ დაავადებას. ანუ ბოლო რევოლუცია მოგვიხდა სულ ახლა-ახლახანს, როდესაც გაჩნდა ეწოდებული ბიოლოგიკს, მონოკლონალური ანტისხეულები, რომლებიც ყველაფერს იგივეს აკეთებენ, რაც ეს ციტოსტატიკები, ოღონდ უფრო ეფექტურად და უფრო უსაფრთხოდ. ძალიან დიახ დაასრულეთ. დაგიმთავრეთ, ხო, ანუ ასაკთან ეს დაავადება ჩდება როგორც ბავშვობიდან ნებისმიერ ასაკში, მაგრამ როდესაც ვლაპარაკობთ თვითონ დაავადებულების რაოდენობაზე, რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, ალბათობა რომ დაეწყება ეს დაავადება მეტია. როგორც ყველა შეძენილი დაავადებები, რაც მე ვცხოვრობთ, ალბათობა რომ რაღაცა დაგვემართება, იზრდება ჩვენ ცხოვრებაში სამწუხაროდ და ამიტომ ეს რაოდენობრივად რო ვთქვათ, რა თქმა უნდა, ახლა დიაგნოსტიკა სხვადასხვა ასაკში ხდება, მაგრამ თვითონ რევმატოიდული ართრიტით მცხოვრები ადამიანების უმეტესობა საკმაოდ ასაკოვანი ხალხია დღეს. ეს არის ძალიან საგულისხმო, იმიტომ რომ მოგვიანებით მე რაღაც კითხვა გამიჩნდა და ამ კითხვას დაგისვამთ, როგორც გაგრძელებას კითხვისა, რომელსაც ახლა თიკას დაუსვამ. თქვენ ახსენეთ წეღან საუბრისას, რამდენად მნიშვნელოვანია როდესაც საუბრობთ იუვენილურ რევმატოიდულ ართრიტზე და მოდით მაყურებლისათვის ფართოდ გასაგები ტერმინია რევმატოიდული ართრიტი ბავშვებში, ხო? აი ასეთ მდგომარეობაზე რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის როლი და თქვენ ბრძანეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თავად პაციენტის ინფორმირება და მასთან დაკავშირებული, ვთქვათ, საკითხების გააზრება თანაცხოვრების ჭრილში, არამედ ოჯახთან მიმართებაში თანაცხოვრების ჭრილში, როგორც ქრონიკულ დიაგნოზთან და იგივე სასკოლო სივრცე, პედაგოგები და ასე შემდეგ. საკმაოდ ფართო სოციუმი ახსენეთ თქვენ, რაც გულისხმობდით ამაში? ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, იმიტომ რომ იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, ან იგივე როგორც ჩვენ ვამბობთ, რევმატოიდული ართრიტი ბავშვთა ასაკის, ეს არის დაავადება, რომელსაც ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. ამიტომ, როდესაც რაღაცას აქვს თავისი ქრონიკულობა, ის ცვლის ადამიანის ცხოვრების წესს. ამიტომ შესაბამისად ის მოითხოვს ძალიან როგორც სამედიცინო დისციპლინას პაციენტისგან და ასევე სამედიცინო დისციპლინას მშობლებისგანაც, რომლებიც მის გარშემო არიან. ეს არის ასე ვთქვათ ცხოვრების წესის ნორმალიზება, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი, ეს არის ფიზიკური აქტივობა, რომელსაც ჩვენ აღარ ვუგრძალებთ ბავშვებს. ამ მამუკამ სწორედ ახსენა, რომ აი ეს პრეპარატები, რომლებიც ახლა ფართედ შემოვიდა აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში, ეს არა მარტო რევმატოიდული ართრიტი, საერთოდ აუტოიმუნური დაავადებების მკურნალობაში გვაძლევენ იმის საშუალებას, რომ ადამიანს, ბავშვს მათ შორის ჰქონდეს აბსოლუტურად ნორმალური ცხოვრების ხარისხი.
დაკავებული იყოს იმ სპორტით, რომელიც მას მოსწონს და უყვარს, იქონდეს ჩვეულებრივი აქტივობა, მაგრამ რასაკვირველია თავისებურება, როდესაც ადამიანს რაღაცა მუდმივად ქრონიკული პათოლოგია აქვს, მოითხოვს მისგანაც და მისი მშობლებისგანაც გარკვეულ მუდმივ ქრონიკულ აქტივობას და შესაბამისად ჩართულობასაც. როდესაც ზრდასრულებში რევმატოიდულ ართრიტებს საუბრობთ, ქალები თუ მამაკაცები, რომელი რა თქმა უნდა გენდერული თითქმის უმეტესობა აუტოიმუნური დაავადებების უმეტესობა მაინც ქალბატონებში უფრო ხშირია ვიდრე მამაკაცებში. არის ასაკი, როდესაც უფრო მწვავდება ან უფრო მეტად არის გამოხატული. პაუზის შემდეგ სავარაუდოდ უფრო მწვავდება და უფრო მეტად არის გამოხატული. კი ბატონო და ეს დაავადება ქალბატონად იქამ როგორც თქვა, ნამდვილად მთელი ცხოვრება ნელ-ნელა აუარესებს პაციენტის მდგომარეობას, თუ მთლად იდეალურად არ მკურნალობთ, ხო? რაც უნდა ვქრათ, ნელ-ნელა უარესდება. კი, ჯანმრთელ ცხოვრებაზე ვახარჯავთ, რომ უხსნით თითოეულ პაციენტს, არ ვიცი, წელიწადში ალბათ თვეები გამოგდის, ყოველ ჯერზე სწორად იჯდეს, სწორად იაროს, სწორად იცხოვროს. მაინც ადამიანების უმეტესობა ჩვენ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც ჯოხით სიარული ხალხო არის სირცხვილი. რა ასაკის ადამიანსაც არ უნდა უთხრა, რომ ცოტა ხანი იგივე ხელჯოხი დაიჭირო, ხელში გაგიადვილდეს ცხოვრებაო, იწყება რომ რა სიტყვიან მეზობლები, ნათესავები, გამარჯვებას აღარ ვეთქვიან, სამსახურში ვერ მივალ და ასე შემდეგ. ეს არის ზუსტად სტიგმა. ზარდელი გასავლელია ეს გზა. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის საკითხი, რაც ახლა თქვენ ახსენეთ, საზოგადოების დამოკიდებულება და საზოგადოების მიერ აღქმა პრობლემის. ჩვენ წინასწარ მოვემზადეთ და გამოკითხვის შედეგებს გაგიზიარებთ, რომელიც ძალიან საგულისხმოა და მნიშვნელოვანი. მოდით ვნახოთ, რა ჩვენა ჩვენმა გამოკითხვამ, როდესაც ჩვენ სოციალურ ქსელების მოხმარებლებს დავუსვით კითხვა, როგორ ფიქრობთ, რა არის რევმატოიდული ართრიტი? ეს არის უბრალოდ სახსრის ანთება, ეს არის სახსრის ასაკობრივი ცვლილება, აუტოიმუნური დაავადება და ჰქონდათ შესაძლებლობა ეთქვათ, არ ვიცი. არ ვიცი თქვა მხოლოდ 8%-მა. 17%-მა ბრძანა, რომ ეს არის ასაკობრივი ცვლილება სახსრისა. თუმცა საგულისხმოა, რომ სახსრის ანთებაა ეს დიაგნოზი უპასუხა ამ კითხვაზე 38%-მა, სწორედ ამ ფორმით, ხოლო 37%-მა მიუთითა, რომ ეს არის აუტოიმუნური დაავადება. სიმართლე გითხრათ, მე შედეგმა გამაკვირვა, მე მგონია, რომ თქვენც გაგიკვირდებათ, საკმაოდ ბევრმა ადამიანმა უკვე იცის, რომ აუტოიმუნური დაავადებაა და მე ვთვლი, რომ ჩვენ ყველა არ გვისაუბრია ამ გადაცემაში. დავამატებდი უმეტიც, არა მარტო აუტოიმუნური, არამედ სისტემური. ეს არ არის მარტო სახსრების დაავადება. კი, სახსრები პირველ პლანზეა და ჩანს ტკივილი, მაინც ესეთი მარკერია, მაგრამ აქ ზიანდება გულიც, თვალიც, კანიც, ბევრი შინაგანი ორგანო, სხვადასხვა ეს არ არის მარტო სახსრების დაავადება, ეს არის მთელი სხეულის დაავადება და მორჩენა უნდა ყველაფერს. და ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ, რომ თქვათ ანთებასაც გულისხმობს ეს, ასაკობრივ ცვლილებებსაც გულისხმობს, მაგრამ ზუსტად ეს ის აუტოიმუნური პროცესია, აუტოაგრესია, რომელიც ყველა ორგანოს და ყველა სისტემას საბოლოო ჯამში ყველა ქსოვილს ეხება. ძალიან დიდი მადლობა კოლეგებო დღევანდელი სტუმრობისთვის. რასაკვირველია, რევმატოიდული ართრიტისთვის საკმარისი ერთი სატელევიზიო გადაცემა კი არა, ალბათ ერთი სატელევიზიო სეზონი არ იქნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ პერიოდულად ჩვენ ვიკრიბებით, თუნდაც ამ შემთხვევაში საბაბით, რომელიც მოგვცეს სწორედ პაციენტებმა მათი ინიციატივით არის ეს კვირეული, ნამდვილად თელ მსოფლიოში. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სიახლეების ჭრილში დავინახეთ რევმატოიდული ართრიტი ასაკობრივი სპექტრის გათვალისწინებით. მაყურებელს შევახსენებთ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ამავე უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ქალბატონი თინათინ კუტუბიძე და რევმატოლოგი პროფესორი ბატონი მამუკა ლორთქიფანიძე. მე არ გემშვიდობებით, წინ კვებითი შუქნიშანი გველოდება. ნებისმიერ დაავადებასთან მიმართებაში ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი სამარჯვი. უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება ცოდნა. ცოდნა იმისთვის, რომ ჩვენს ოჯახთან ერთად გავაცნობიეროთ პრობლემა და შემდეგ შევძლოთ მასთან თანაცხოვრება. თქვენ გახსოვთ, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა უკავშირდება სწორედ დაავადების დიაგნოზს და ხშირად ვამბობ ხოლმე, არ შევხვდეთ
შიშით დაავადების დიაგნოზს. არასოდეს მივიღოთ როგორც განაჩენი დიაგნოზი და ეს უნდა იყოს საბაბი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ვისწავლოთ ამ პრობლემასთან დაკავშირებით, იმისთვის, რომ შემდეგ ცოდნა გამოვიყენოთ ამ დაავადებასთან უკეთესი თანაცხოვრებისთვის. არადა ქრონიკული დაავადებების დროს, ქრონიკული დიაგნოზის დროს ნამდვილად გვჭირდება თანაცხოვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხოვრების თანდევი ხდება ეს პრობლემა. თუ ამ ტიპის პრობლემებს წარმოვიდგენთ კვებასთან კავშირში, მაშინ რასაკვირველია, ჩვენი ყოველდღიური რაციონი არის ის ფაქტორი, რომელიც ახდენს გავლენას ჩვენს მდგომარეობაზე, დაავადების მიმდინარეობაზე, დაავადების გამოვლინებებზე, დაავადების გართულებაზეც. და ძალიან მნიშვნელოვანია დაავადების შემსუბუქება წარმოვიდგინოთ ასეთ კონტექსტში, როგორც კვების დამსახურება და ეს მართლაც შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაგალითად ვიცით ზოგადი პრინციპი. თეფშის შესაბამისად, როგორ გადავანაწილოთ დღიური რაციონი. როდესაც ვიცით, რომ ყოველდღიურ რაციონში ბოსტნეულის და ხილის არსებობა, სწორად შერჩეული მარცვლეულ-ბრუღულეული ქმნის იმ მთლიანობას, რომელიც უნდა იყოს ძირითადი ნაწილი ჩვენი რაციონისა. და ასეთ შემთხვევაში ცილოვანი კომპონენტი, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცილა, კარგად, გულდასმით, კრიტიკულად შეფასებული, ქმნის სწორ კომბინაციას ყველა დანარჩენ პროდუქტთან. და ჩვენ შევთანხმდით, რომ 5 ჯგუფის, სულ ცოტა 5 ფერის პროდუქტი არის ჩვენი ორგანიზმის ჯანმრთელობის წინაპირობა. ცისარტყელა, თეფშზე მრავალფეროვნება, არა უბრალოდ თვალით დანახული პროდუქტებისა, არამედ ამ პროდუქტებში დაშიფრული ნივთიერებებისა და მათი გავლენა ჩვენს ორგანიზმზე. ეს ყოველთვის როგორც ზოგადი კანონზომიერება. მაგრამ თქვენ ალბათ შენიშნეთ, ჩვენ ამ საერთო კანონზომიერებიდან თარგს ვჭრით. თარგს, რომელსაც კონკრეტულ დიაგნოზთან მიმართებაში მოვირგებთ. როგორ უნდა მოვირგოთ კვება რევმატოიდული ართრიტის შესაბამისად, განსაკუთრებით, როდესაც ასაკობრივ ჭრილში ვსაუბრობთ. კვლევების მიხედვით დადასტურდა, რომ რევმატოიდული ართრიტი თავის თავში ბევრ ფაქტორს რა კი აერთიანებს, არის ანთებაც, არის ასაკობრივი ცვლილებაც, არის ავტოიმუნური პროცესი, ანუ ავტოაგრესია, სადაც იმუნური პასუხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და იმუნური სისტემის მდგომარეობა და ეს არის სისტემური პროცესი, ანუ პრაქტიკულად ყველა სისტემას აზარალებს, ყველა ორგანო შეიძლება შეეხოს, ყველა ქსოვილის მდგომარეობაზე შეიძლება აისახოს. აი ამ ამოცანებიდან გამომდინარე განაშეგვიძლია ჩვენ რომელიმე ერთი კონკრეტული პროდუქტი ან ერთი რომელიმე მეთოდი მივუსადაგოთ როგორც კვების არჩევანი, კვებითი არჩევანი. გაცილებით სწორი იქნებოდა საკითხი დაგვესვა ასე. კვება როგორც მრავალ ფაქტორთა შორის ერთ-ერთი და ამ ფაქტორთა შორის გასათვალისწინებელი გახლავთ ცხოვრების წესის ტრადიციული კომპონენტები, ფიზიკური აქტივობა, რომელიც არ უნდა იყოს აქტიური სპორტის შესაბამისი და ეს არ უნდა იყოს სპორტსმენის დატვირთვის შესაბამისი, ეს უნდა იყოს ფიზიკური კულტურა, გამამხნევებელი, გამაძლიერებელი, მატონიზირებელი დატვირთვა, რომელიც რასაკვირველია შეთანხმებულია ყოველთვის სპეციალისტთან. მნიშვნელოვანია ძილის რეჟიმის დაცვა და ზოგადად რეჟიმის დაცვა, ანუ დროში განაწილებული ძილი ფიზიკური აქტივობა, კვება და ნებისმიერი სხვა სახის აქტივობა. როდესაც საუბრობთ წონაზე, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ ასაკში და განსაკუთრებით ასაკის მატებასთან ერთად. თუ ჩვენ წარმოვიდგენთ რევმატოიდული ართრიტის რისკის მატებას, მაგალითად მენოპაუზის შემდგომ ფაზაში, ქალბატონების შემთხვევაში, როდესაც წონის მატების რისკი ისედაც დიდია, თან დროში ემთხვევა რევმატოიდული ართრიტის გახშირების რისკი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ პრაქტიკულად რამდენიმე პრობლემის ერთდროულად მართვა გვჭირდება. განსაკუთრებით საგულისხმო არის სახსრების ჯანმრთელობა წყალთან მიმართებაში. აქ ჩვენ ლაპარაკობთ მაგალითად სახსრის ფიზიოლოგიურ მდგომარეობაზე. დიახ, ნებისმიერ სახსარს როგორც შეზეთვა ჭირდება ნებისმიერ ხრახნს ან მოძრავ მექანიზმს, ასე ჭირდება ჩვენ სახსარს კონკრეტული თხევადი გარემო.
წყალი არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი. ნებისმიერი საკვები კომპონენტი შეიძლება იყოს ტვირთი ჩვენი სახსრებისთვის ან პირიქით დამხმარე საშუალება. სამეცნიერო კვლევებით დადასტურებულია, რომ რისკის შემცველ ფაქტორთა შორის არის ალკოჰოლი, რისკის შემცველ ფაქტორთა შორის არის ბევრი ტკბილეული, რისკის შემცველ ფაქტორთა შორის არის მარილი და მარილშემცველი პროდუქტები, არაჯანსაღი ცხიმები და ცხიმებით ინტენსიური დატვირთვა. ეს არის ის ფაქტორები, რომელიც ამწვავებს ანთებას და სახსრების პრობლემების დროს და რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში კერძოდ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დავიცვათ ორგანიზმი ანთების ხელშემწყობი ფაქტორებისგან და პირიქით გავაძლიეროთ ანთების საწინააღმდეგო ანტიოქსიდანტური პროდუქტების გამოყენება. რომელია ეს პროდუქტები? ყველა ის პროდუქტი, რომელიც ჩვენს შუქნიშანში ხვდება. მიუხედავად ფერისა, წითელ-ყვითელ-მწვანე დაყოფისა, რომელიც პირობითია და ჩვენ სამფერ კონცეფცია შეგახსენებთ სისტემატურად, ამ პროდუქტების დანიშნულება არის ანთების საწინააღმდეგო ნივთიერებებით ორგანიზმის მომარაგება. მიუხედავად აი ასეთი ზოგადი ცოდნისა, ჩვენ გვჭირდება აუცილებლად დაკონკრეტება, რადგან ბოლო პერიოდში, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური გახდა მაგალითად წონაზე აქცენტით უკიდურესად შემზღუდავი კვების მოდელები და ძალიან მნიშვნელოვანი გახდა ამკრძალავი კვების მოდელები. მე განსაკუთრებულ ყურადღებას გთხოვთ მშობლებს, ოჯახებს, სადაც მოზარდები არიან ამ პრობლემის მქონე. მიუხედავად იმისა, რაც წაიკითხავთ სოციალურ მედიაში, რომ წონის მკვეთრი დეფიციტი არის მდგომარეობის შემამსუბუქებელი, არ ენდოთ ამ ინფორმაციას. უკიდურესად ამკრძალავი კვება განსაკუთრებით ბავშვთა და მოზარდთა ასაკში, ზოგადად ნებისმიერ ასაკში. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გადაწყვეტილება, რაც შეიძლება ჩვენ მივიღოთ. რატომ? იმიტომ რომ ორგანიზმს რეგულარულად ჭირდება საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფა და თუ ჩვენ ასეთ ნაკადს ხელოვნურად მკვეთრად ვზღუდავთ და ვაჩერებთ, ამისთვის ძალიან მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს. არ არსებობს სამეცნიეროდ დასაბუთებული მყარი არგუმენტები იმის სასარგებლოდ, რომ ბავშვებში, მოზარდებში წონის დეფიციტი ამსუბუქებს რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობას. არც ერთი გადახრა წონის ნორმალური მაჩვენებლიდან არ არის ხელშემწყობი რევმატოიდული ართრიტისთვის. სამაგიეროდ უკიდურესი გადახრა, როგორც წონის დეფიციტის, ასევე სიჭარბის მიმართულებით ქმნის ძალიან ნოყიერ ნიადაგს ანთების განვითარებისთვის. დიახ, როგორც სიმსუქნე უწყობს ხელს ანთებას, ასევე წონის დეფიციტი უწყობს ანთებას, რაც იმას ნიშნავს, რომ რევმატოიდული ართრიტი ასეთი უკიდურესი შეზღუდვის დროს აუცილებლად დაზარალდება. კიდევ ერთი მიდგომა, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, ეს გახლავთ ელიმინაციები, ანუ კონკრეტული ჯგუფის პროდუქტების შეზღუდვები, ესეც ერთ-ერთი ყველაზე მოდული ტენდენცია გარკვეული დასაბუთებებით. აქ ჩვენ გვაქვს კონკრეტული პუბლიკაციები, თუმცა არა უნივერსალური, ყველა ადამიანს ერთნაირად არ წაადგება. ამ კვლევათა შორის და ამ დამოკიდებულებათა შორის ხდება ეგრეთ წოდებული ღამის ჩრდილის მცენარები, night shadow. ანუ, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ კარტოფილზე, პომიდორზე, წიწაკის სხვადასხვა სახეობაზე, ბადრიჯანზე. ანუ პრაქტიკულად ფოთლების ჩრდილში რომ იზრდება ისეთ მცენარეებზე, აღმოჩნდა რომ გარკვეულ კატეგორიაში ამ პროდუქტების შეზღუდული მოხმარება თითქოს ამსუბუქებს რევმატოიდული ართრიტის მიმდინარეობას. არის საამისოდ მონაცემები, დიახ არსებობს მონაცემები, თუმცა ეს რეკომენდაცია მაინც არ არის უნივერსალურად აღიარებული და ეს რეკომენდაცია არ არის ყველასთვის ერთნაირად მიზანშეწონილად გაზიარებული. რაც შეეხება რძის ნაწარმს, აქაც თქვენ აუცილებლად ნახავთ სოციალურ მედიაში სხვადასხვა რეკომენდაციას, რომ არ უნდა მიიღოთ რძის ნაწარმი, როგორც ანთების ხელშემწყობი
გარკვეულწილად ლაქტოზის აუტანლობის შემთხვევაში, რომელიც ამწვავებს რევმატოიდულ არტრიტს, კონკრეტულად ალერგიული რეაქციების დროს და ასე შემდეგ. აქ გასაკვირი არაფერია. დიახ, თუ თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაქვთ, თუ თქვენ ალერგიული რეაქციები გაქვთ რძის ცილასთან მიმართებაში, რასაკვირველია, რძის პროდუქტების კონტროლი გჭირდებათ. მაგრამ რევმატოიდული ართრიტის არსებობა ცალსახად არ გულისხმობს რძის ნაწარმის ამოღებას მთლიანად რაციონიდან, განსაკუთრებით ფერმენტირებული პროდუქტების და ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი ყურადღება გვმართებს საკუთრივ რძის მიმართ, იმიტომ რომ ასაკთან ერთად მთლიანი რძის გადამუშავება ადამიანებს გვიჭირს. ეს არის ნაწლავის ცვლილების თავისებურება. და აქ არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ჩნდება მოსაზრება გლუტენის შემცველი საკვების შეზღუდვასთან დაკავშირებით. დიახ, თუ თქვენ გლუტენის აუტანლობა გაქვთ, რასაკვირველია, გლუტენის შემცველი საკვების მიღება ყველა ტიპის ანთებას ამწვავებს, ყველა სისტემაში და მათ შორის სახსრებში. და რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზის დროს თუ თანხმედრა არის გლუტენოპათიის, რა თქმა უნდა, გლუტენის შემცველი საკვები მძიმე ტვირთი იქნება. მაგრამ ყველა ადამიანის შემთხვევაში უნდა ამოვიღოთ რაციონიდან გლუტენის შემცველი პროდუქტები, პური, ამ შემთხვევაში მოდით ასე ვთქვათ, წყარო, ხორბალი, შვია, ქერი და მაინც მხოლოდ ბრინჯსა და წიწიბურაზე გადავიდეს ადამიანი, ყველაფერი მიიღოს გლუტენის გარეშე და ასეთ დროს არ უნდა დაგვავიწყდეს სოსისების, ზეხვების, მაგალითად კეტჩუპის და სხვა соусების კონტროლი, იმიტომ რომ მათშიც არის გლუტენი. აღმოჩნდა, რომ პრაქტიკულად ჯანმრთელ ადამიანებს არ ჭირდებათ გლუტენის ასეთი შეზღუდვა ხელოვნურად და ქიმიურად გაწმენდა პროდუქტების ტექნოლოგიური დამუშავება. ხოლო იმ ადამიანებს, ვისაც აქვს რევმატოიდული ართრიტი და აქვს რისკი გლუტენოპათიასთან დაკავშირებით, ან გლუტენის მიმართ მომატებული მგრძნობელობა, დიახ, ასეთი ტიპის შეზღუდვა წაადგება. ყველა დანარჩენ შემთხვევაში ასეთი ტიპის კვების გამოყენება უნივერსალურად არ არის დასაბუთებული. და რაც შეეხება მთავარ რეკომენდაციას. როდესაც ჩვენ საუბრობთ მთავარ რეკომენდაციაზე, ჩვენ მხედველობაში გვაქვს, რას ამბობს თანამედროვე მედიცინა, როგორც ინსტრუმენტზე, კვებაზე, რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში. რასაკვირველია, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ბევრი ტიპის შეზღუდვაზე. შეგვიძლია ვისაუბროთ პერიოდულად სხვადასხვა საკვებ პროდუქტზე ან ნივთიერებაზე, რომლის შესახებაც კვლევა ჩნდება. თუმცა როგორც კვების მოდელი რევმატოიდულ ართრიტთან მიმართებაში საუკეთესოდ ექსპერტთა მიერ დასახელდა სწორედ ხმელთაშუა ზღვის კვების მოდელი, რომლის შესახებაც თქვენ ძალიან კარგად იცით და მე მხოლოდ გაგახსენებ. ეს არის პრინციპი კვებისა, სადაც უზარმაზარი ადგილი ეთმობა მცენარეული წარმოშობის პროდუქტებს, ნედლის სახით ბოსტნეულის გამოყენებას, დიდი რაოდენობით ბოსტნეულთან ერთად ხილის ჩართვას, სხვადასხვა სახის თხილეულის გამოყენებას, რაც მთავარია, ზეთის ხილისა და ზეითუნის ზეთის ფართო გამოყენებას და ეს ზღვის პროდუქტებთან კომბინაციას შედარებით მცირე წილით წითელი ხორცის და სხვა ცხიმიანი პროდუქტების გამოყენებას და კიდევ უფრო მცირე რაოდენობით პროცესირებული პროდუქტების გამოყენებას. ეს იყო დღევანდელი ჩვენი რეკომენდაციები რევმატოიდული ართრიტის ცნობადობასთან დაკავშირებით. გაგახსენებთ, რომ დღევანდელი დღე და დღევანდელი საუბარი პაციენტთა საერთაშორისო ინიციატივას უკავშირდება და ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პაციენტები სწავლობენ საკუთარ პრობლემას, ჩვენ შევთანხმდით კიდეც ვისწავლოთ იმისთვის, რომ შევძლოთ თანაცხოვრება. მე ამით გემშვიდობებით, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.